მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ განვაგრძობთ კურს HTML დამწყებთათვის. წინა ვიდეოში ცოტა ტექნიკური ხარვეზები მქონდა, ხმა ცოტა დაბალ ხმაზე მქონდა ჩაწერილი და გამოსახულებას მაინც და მაინც კარგი არ იყო, თუმცა ამ ვიდეოში ვეცადი რომ ეს ორი ტექნიკური ხარვეზი გამესწორებინა. ნახოთ, როგორი გაკვეთილი გამოგვივა. პირველ გაკვეთილში ჩვენ ავაწყეთ ცირე ესეთი პორტფოლიო ესე თქვათ, შემოვიტანეთ ფოტოები, შემოვიტანეთ ჰეშტეგები, შემოვიტანეთ ლისტები ესე თქვათ და დღევანდელ გაკვეთილში უკვე შემოვიტანთ მედია ელემენტებს. კონკრეტულად გავივლით აუდიოს, ვიდეოს და ვისწავლით მედია ელემენტების და სხვა სახის სტრუქტურების შემოტანას iframe-ის სახით. დღევანდელ სოფლიოში ძალიან აქტიურად გამოიყენება ვიდეოების ჩაშენება საიტზე YouTube-დან და Google-ის რუკის ჩაშენება საიტზე. აი დღეს ამ საკითხებს გავივლით დღევანდელ გაკვეთილში, თქვათ. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში შევქმნათ ახალი დივი, ბოლოში დავამატებ მე ამ ყველაფერს. პრინციპში აქ მე უკვე გაკეთებული მაქვს ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ არა უშავს. ჯერ დავიწყოთ, მოდი, აუდიო ელემენტების შემოტანით და შემდგომ გადავიდეთ iframe-ზე. ესე თქვათ, მოდით კომენტარი გავაკეთოთ თუ რას შემოვიტანთ. აუდიო ელემენტი. აუდიო ელემენტის შემოტანა ხდება შემდგომი ტეგის გამოყენებით. აუდიო SRC-ში იწერება, ესე თქვათ, ლინკი, ესე თქვათ, საიდან შემოგვაქვს ჩვენ აუდიო ფაილი. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერის მეხსიერება, ან შეიძლება იყოს ინტერნეტში ატვირთული ფაილი, ესე თქვათ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერში არსებულ ფაილს, აი ამ კონკრეტულ ფაილს, გამოძახება ხდება შემდეგნაირად, წერტილი, დახრილი ხაზი და ერმშტეინ. შემოვიდა უკვე ეს აუდიო ფაილი ჩვენ სისტემაში. მაგრამ იმისათვის რათა და მოდი აქ უფრო ვიზუალურად რო იყოს ახმადი. სათაურიც გავაკეთოთ. H3 გავაკეთოთ. ეხა იმისათვის რათა მოხდეს ამ აუდიო ფაილის სრულად ჩაშენება და ესე თქვათ პლეიერად გადაკეთება, საჭირო კონტროლერები, ანუ დაპაუზება, გაგრძელება, ხმის აწევა, ხმის დაწევა, აი ეს კონტროლები ჩვენ გვჭირდება. ამისათვის არსებობს შესაბამის პარამეტრი, ეს არის control tag-ი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ამოცანაზე. ნახოთ ახლა live server-ის დახმარებით რა გამოგვივიდა. აი ნახეთ, უკვე გამოტანილი არის აქ მუსიკა, ჩვენ შეგვიძლია ჩავთოთ. შვენიერი. ეხლა გადავიდეთ უკვე სხვა პარამეტრებზე, მას შეუძლია თქვა ავტოდაწყება. მუსიკა შეუძლია რომ ავტომატურად დაიწყოს. ამისათვის არსებობს autoplay. ნახოთ ეხლა რა იქნება. აი ეხლა ავტომატურად დაიწყო მუსიკა. ასევე შესაძლებელია რომ mutable გახდეს. ამისათვის არსებობს პარამეტრი muted. ეს ანუ უკვე თვითონ სიტყვას გვეუბნება, რას გულისხმობს, ანუ უხმოდ გაიშვება მუსიკა, რაც პრაქტიკული არის ხშირად და კიდევ ერთი პარამეტრი არის, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის autoplay-ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ
უпростоოდ ლუპის პარამეტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ესე ვთქვათ, დასრულების შემდგომ ავტომატურად განახლდეს ეს მუსიკა და ასე აი loop პარამეტრი არის ამაზე პასუხისმგებელი. ეს იყო აუდიო ფაილებთან მუშაობის ძირითადი პრინციპი. მოდით ახლა კიდე გავაკეთოთ ერთი DV და დავარქვათ უკვე ვიდეო DV და ხურული მაქვს. DV არც გამიხსნია მე როგორც აქ ხედავ. არა უშავს, ეხლა გავხსნათ. ეხლა ვნახოთ ვიდეო როგორ მუშაობს. ძირითადი მუშაობის პრინციპი ვიდეოსაც იგივე აქვს. გავაკეთოთ აქაც DV. ვიდეოს შემთხვევაში გვაქვს ესე ვიდეო იგივე ეს 1C აქაც ესე შემოგვაქვს ახლა სხვა ვიდეო და პრინციპში აქაც კონტროლერები გჭირდება. აქ სათაური გავაკეთოთ, მოდით რომ უფრო ადვილად აღქმადი იყოს. H3 და კონტროლერებში გავაკეთოთ. კონტროლს ახლა ნახავთ რომ აქ უკვე ქვემოთ აი ვიდეო ელემენტით შემოვიდა. და პარამეტრებიც იგივე აქვს. ახლა მე აღარ გავივლი ყველა პარამეტრს უბრალოდ გაჩვენებთ ლუპს. ის ცოტა დიდი გრძელი ვიდეო იყო, ლუპს გაჩვენებთ რომ ანუ ლუპი გულისხმობს რომ ვიდეო დასრულებისთანავე ახლდება, ისე ვთქვათ, ახლიდან იწყება. აი ნახოთ. ხო, ეხლა როგორც გითხარით, იმავე პრინციპით არ ხდება თქვათ YouTube-დან ვიდეოს გადმოტვირთვა ჩასმა, ანუ YouTube-საც აქ თავისი ლინკი მოგიხსენებათ ვიდეოს, თუმცა ანალოგიურად არ ხდება source-ში ჩასმა ამ ვიდეო ფაილისა, ესე ვთქვათ. ამისათვის გამოიყენება iframe. ანუ თვითონ YouTube-ს აქვს ესეთი პარამეტრი, შესაძლებლობა რომ ეს ვიდეო iframe-ის სახით ჩაჯდეს თქვენს პროექტში. მე უკვე აქ ჩასმული მაქვს ეს ვიდეოები. ვიდეოს და რუკაც. მოდი ესე გავაკეთებ ახლა მე ამას. გადმოვაკოპირებ. საკონტაქტო. აი გამორჩეული პროექტამდე ამას სხვა ფაილში გადმოვაკოპირებ, შევქმნათ new file bio4 html
ჩვენ ახლა აქ ეს live server-ზე რო გავუშვათ ეს ეს უნდა იმუშაოს. ხო. აი, აქ ჩვენ დავამთავრეთ, ну კონტაქტებიც არ გადმომეტანია. არა უშავს, ეხლა აქ თავარია რომ ჩვენ iframe-ის გადმოტანა ვისწავლოთ, ესე ვთქვათ. iframe-ი როგორც მოგახსენეთ, ეს არის კოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია საიტის გარკვეული ფრაგმენტების გადმოტანა. ამ შემთხვევაში ჩვენს პროექტში, ამ შემთხვევაში ჩვენ გადმოვიტანთ YouTube-დან და Google Map-დან პროექტებს, ისა ფრაგმენტებს, ესე ვთქვათ. ინტერესები. მოდი გავაკეთოთ ახლა აქ ახალი დივი. დავარქვათ მას. შემოვიტანოთ აქ h-რამე ტეგი, სათაური გამორჩეული. ხო. აი უკვე ნებისმიერ YouTube-ის ვიდეოს აქ თავისი პარამეტრი share პარამეტრი share ამას დავაწვევით და აქ გვეუბნება ახლა რამოდენიმე ვარიანტს შეგვიძლია Facebook-ზე გავაზიაროთ, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, შეგვიძლია პირდაპირ ლინკი გავაზიაროთ, ასევე არის ამორჩევა თუ საიდან დაიწყოს ვიდეო მოძრაობა, ესე ვთქვათ. მაგრამ არის ასევე კიდევ ერთი პარამეტრი, ქვია embed კოდი, ქვია embed. ხო, აქაც შეგვიძლია ავირჩიოთ პარამეტრი, საიდან გვინდა ვიდეოს დაწყება და უბრალოდ აქ ზომების მითებაც შეგვიძლია 560, 315-ზე არის ამჟამად. ესენი დავტოვოთ ზომები, მოვნიშნავთ უბრალოდ ამ ჩვენ iframe კოდს, ესე ვთქვათ. და ჩავსვათ ჩვენ ესე პროექტი ცოტა გრძელი კოდი არის, მაგრამ ასე დამგვარად ვიდეო უკვე წესით ჩასმული იყოს, ნახოთ. აი, გამორჩეული პროექტი ვიდეო ჩაჯდა და ისევე როგორც YouTube-ზე შეგიძლიათ შემოვა დააწვეთ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედაქალაქის ცნობებისგან განმუხტოთ. თითო ეხლა იგივე ამოცანის შესრულებას ჩვენ გავაკეთებთ Google Map-ის დახმარებით. როცა ჩვენ გვინდა მაგალითად უკვე საცხოვრებელი ადგილის გაკეთება. შემოვიტანოთ ისე ახალი დივი. შევდივართ Google Maps-ში. როგორ შემოვიდანდა? წამით. დივში მოგვიდა ჩასმული. ისე არ გვინდა. და ახლა შევიდეთ უკვე Google Maps-ზე. მეთო. ეს რანდომად არის არჩეული. რომელიღაცა მისამართი. ამ შემთხვევაში ალექსის ქუჩა არის. გაზიარებას ვაწვევით. და ვაწვევით რუკის ჩაშენებას. აქ ვირჩევთ რუკის ზომას, მცირე საშუალო დიდი ზომა, როგორი ზომა გვინდა. ამ შემთხვევაში მცირე ზომა. ამას ესეც მოგცემს უკვე თავის iframes.
და აი იმ iframes ასე ამგვარად ჩავსვავთ ჩვენს პროექტში. ნახოთ ახლა ეს განახლდა უკვე. საცხოვრებელი ადგილი. ძალიან კარგი. დიახ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ კომენტარებში იკითხოთ და მე ვეცდები მაქსიმალურად ამოწურე პასუხი გაგცეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გეშლობით მომავალ ვიდეომდე.